გამარჯობათ. დღეს 7 აგვისტოა. გავიდა ზუსტად 90 დღე, რაც პირველი მოსავალი ავიღე აი ამ კიტრებიდან. როგორც ხედავთ, მცენარეები უკვე საკმაოდ დაბერდნენ, ზოგიერთი მათგანი გახმა და უკვე აჭრილი მაქვს. ასე ვთქვათ, მაგრამ ზოგიერთები ისევ აგრძელებენ ნაყოფის მოცემას. სულ 20 კვადრატული მეტრია და დღეს უბრალოდ მინდა რომ რაღაც გარკვეული შედეგი, რომელიც საბოლოო არ იქნება, შევაჯამო წლევანდელი სეზონის. ეს კიტრები თავიდან ბოლომდე იყო ორგანულ სასუქზე, მაგრამ ყველანაირ ორგანულ სასუქსაც არ ვიყენებდი, კერძოდ არ ვიყენებდი ნაკელს, რომ ზედმეტი აზოტი არ წარმოქმნილიყო ნაყოფში და ძირითადი სასუქი იყო მწვანე კომპოსტი, იგივე ზელიონაია ბრადილოვკა, აქ საქართველოში თუ ვინმეს გამოუყენებია ბალახების ჯიჟას ეძახის. აი ეს იყო ძირითადი სასუქი. გარდა ამისა, საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული არანაირი ქიმიური მცენარეთა დაცვის საშუალებები და უფრო მეტიც ბიოლოგიური დაცვის საშუალებები, რომელსაც ვიყენებდი, შეიძლება ითქვას, რომ არ იყო ნაყიდი. ანუ ამ ბიოპრეპარატებს სულ იყო ეს 3, ტრიხოდერმა ბოვერია და მეტარიზიუმი ვამზადებდი მე თვითონ. ანუ არც ერთი თეთრი ამ ბიოლოგიური დაცვის საშუალებებში, რომლებიც საკმაოდ ძვირია, და ვთქვათ, მოყვარულს შეუძლია რომ გამოიყენოს, მაგრამ ვთქვათ, თუ მაღალი მოსავლის მიღება გინდა და გინდა რომ ეს მოსავალი იყოს იაფი, ეს მცენარეთა დაცვის საშუალებები, ბიოპრეპარატები უნდა თქვენით აწარმოოთ. ანუ თქვენით უნდა გაამრავლოთ ეს მიკროსკოპული სოკოები. ვისაც ეს აინტერესებს, შეუძლია ნახოს შესაბამისი ვიდეოები ჩემს განყოფილებაში და ეს ვიდეოები იქნება უფრო მეტი, იმიტომ რომ მომავალი სეზონისათვის უნდა ეს სოკოები და ეს ბიოპრეპარატები წინასწარ დავამზადო. ეხლა რაც შეეხება შედეგს ამ დროისათვის, დაწყებული, ვთქვათ, პირველი დღიდან ივნისის დასაწყისიდან აქ 20 კვადრატულ მეტრზე მოკრეფილია კიტრი 260 კილოგრამზე მეტი. შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ეს ძალიან ბევრია, ჩემთვის ეს არის ცოტა. რატომ? იმიტომ რომ წინა წლებში ვიღებდი ხოლმე კვადრატულ მეტრზე 20-21 კილოგრამი, 21.5-იც ამიღია 1 კვადრატული მეტრიდან. წელს ავიღე 13 და ვთქვათ, სეზონის ბოლომდე და საბოლოოდ მოსავლიანობის შეწყვეტამდე ალბათ 15-მდე მივა. მეტზე არ მგონია რომ წელს მივიდეს, ჩემი პროგნოზი ეს არის. ეხლა რით არის განპირობებული ეს წარუმატებლობა? არა იმით, რომ პრეპარატები, რომელსაც მე ვამზადებდი, იყო დაბალი ხარისხის, არანაირად. ის მოქმედებდა ზუსტად ისე და უფრო უკეთესად, ვიდრე ნაყიდი პრეპარატები. საქმე იმაში გახლავთ, რომ როდესაც იყო ყველაზე ცხელი 10 დღე და ჩრდილში ტემპერატურა იყო 37 გრადუსის ზედიზედ 10 დღის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ აქ წვეთოვანია ავტომატიკაზე და ხდებოდა მისი მორწყვა საკმარისი რაოდენობით, ეს მაინც საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ დროს მე თვითონ ავად გავხდი, მე თვითონ მაღალი სიცხე მქონდა, ეხლა წარმოვიდგინეთ სიცხეში რო კიდე სიცხე გექნება და ვერ მივხედე მცენარეებს, საჭირო იყო აქ ბადის
მისაჩრდილი ბადის დამონტაჟება მაქვს 40%-იანი, რომელიც 40% ჩრდილავს და ეს 40% მზე რომ მომეშორებინა ამათვის, მცენარეები არ დაიწვებოდა. ეხლა აქაც რასაც უყურებთ, ძირითადად ეს არის მზისგან დამწვარი ფოთლები, რაც ძირითადი დაზიანებაა. და სხვათა შორის აი ლეღვის და შემდეგ კიდევ აქ ერთი ახალგაზრდა ფისტაშკის ხეა, რომელიც ნაწილობრივ ჩრდილავდა კიტრებს, აი იმ ლეღვისა და ფისტაშკის ძირში გადარჩნენ მცენარეები პრაქტიკულად 100%. ანუ აგვისტოს პირველიდან 10 რიცხვამდე აქ დაახლოებით 1/13 მცენარეების მთლიანად განადგურდა. ბევრი საკმაოდ ნაწილობრივ დაიწვა და იძულებული გავხდი აი ახალი მცენარეები დამერგო, მაგრამ ეს იყო ივლისის ჩითილები და ნაწილი შევავსე ამით და ამათმა ეხლა დაიწყეს მოსავლის მოცემა, მაგრამ სეზონი უკვე პრაქტიკულად დამთავრდა და აი შეხედეთ აი ამ დამწვარ და გაუბედურებულ მცენარეს როგორ ასხია კიტრები. აი აქაც ასე რომ საკმაოდ კარგი მოსავალი იყო, შეიძლება ითქვას და უკეთესი შეიძლება ყოფილიყო, რომ არა უამინდობა ამ შემთხვევაში იყო ზედმეტი მზის რადიაცია და კიდევ პლუს ამას ჩემი ავადმყოფობა აი ამ პერიოდში. უბრალოდ ფიზიკურად ვერ შევძელი რომ თქვათ ეს ბადეები დამემონტაჟებინა კიტრების თავზე. მაგრამ რას ვიზამთ? ესეც შედეგია და ვთქვათ ძალიან ბევრისათვის ის რასაც უკვე მივაღწია, ანუ 13 კილოგრამი კვადრატულ მეტრზე, ეს ბევრისათვის ფანტასტიკის სფეროა და ვთქვათ მსოფლიო რეკორდამდე კი აკლია, მაგრამ 15 კილოგრამი ალბათ იქნება სეზონის ბოლომდე. 15 ეს არ არის რეკორდი, უფრო მეტიც ვთქვათ მიმიღწევია. უფრო მეტრსაც იძლევა 20 დაახლოებით კილოგრამს იძლევა ჩვეულებრივი სტანდარტული ქიმიის გამოყენება. მაგრამ ჩვენ ამას მივახციეთ ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებით და თუ შარშანწინ და შარშან ქონდა ბიოპრეპარატების ძირითადი ნაწილი ნაყიდი, ეხლა წელს უკვე აღარ, წელს პრაქტიკულად ის რაც ვიყიდე იყო სადედე მასალა და ვთქვათ როგორც მაწვნის დედო ისე იქნა გამოყენებული. უკვე ჩემი მიღებული და გამრავლებული ბიოპრეპარატებით მივიღე აი ასეთი მოსავალი. რაც სრულიად ასე ვთქვათ შესადარია ქიმიური მეთოდებით კონვენციალური სოფლის მეურნეობაში მიღებული მოსავლებისა. ამჯერად სულ ეს იყო, ნახვამდის კარგად ვბრძანდებოდი.